მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილის დროს სააკაშვილის ფიტული დაამზადა ჩემმა მეგობარმა ავთო ხვიჩიამ, იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილმა და საჯაროდ მიტინგზე გადავეცი ხალხს და ხალხმა დაწვა, ცეცხლი მოუკიდეთ და დაწვა და როგორც მითხრეს, სააკაშვილი ჭყვაზე არ იყო აი ამის ყურების შემდეგ, აი თავს ურტყავდა თურმე ჭერს და დაპატიმრებით მემუქრებოდა და არ ვიცი, ნუ გადარჩენილი ვარ უბრალოდ, იმიტომ რომ იმ პერიოდში მართლა სასწაულად გადავრჩი მე და ჩემი მეგობრები, თორე მუდმივი მუქარის ქვეშ ვიყავით. კი, ჩვენ გავაკეთეთ ეს ფიტული დავწვით, მაგრამ სააკაშვილი იყო მტარვალი და ტრამპის ფიტულს რო წვავენ ახლა უკრაინელები. ვერ გავიგე უკრაინის პრეზიდენტი გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ მე ჩვენი მეომრების სიმამაცის იმედი მაქვს და ამერიკის პრაგმატული პოლიტიკის იმედი მაქვსო და თუ ამერიკის პრაგმატული იმედის პოლიტიკის იმედი გაქვთ, როგორ ბედავთ და როგორ წვავთ ტრამპის ფიტულს, რომელიც აპირებს უკრაინის ომის დამთავრებას. არ გინდათ ომი რომ დამთავრდეს? გააგრძელეთ მაშინ. გააგრძელეთ და გეუბნებით, აი უშგოროდამდე გავა პუტინი. უშგოროდამდე. და მერე იყავით კარგად. მერე დაინაწილებს უკრაინის ტერიტორიას, რასაც ახლა უკრაინა აკონტროლებს, ისიც აღარ იქნება. გეუბნებით. იქ უნგრეთი მოითხოვს თავის ტერიტორიას, რომელიც სტალინმა წაართვა. იქ პოლონეთი მოითხოვს, იქ გერმანია მოითხოვს და რაც მთავარია სამხრეთ უკრაინა გადაეცემა ებრაელებს, ისრაელს გადაეცემა დედაქალაქით ოდესაში. ჩემი თუ არ გძებჯერათ, შედით YouTube-ზე და ნახეთ რეებს წერენ. ისრაელის მოქალაქეები არა, მაგრამ სერიოზული წარმომადგენლები. ეხლა თქვენ ვიცი რისი იმედი გაქვთ. თქვენ გონიათ რომ ტრამპი მოვიდა, მაგრამ აქ შოლცი და მაკრონი დაეხმარება საქართველოს. ნურას უკაცრავად. 3 დღეში 23-ში გერმანიაში იმართება არჩევნები და გერმანიის ალტერნატივამ თუ არ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე მაინც გადის და თქვენი შოლცი დაემშვიდობება თავის თანამდებობას. იგივე მინდა გითხრათ მაკრონზე, მაკრონის რეიტინგი პლინტუს დაბლა არის და ფრანგმა ხალხმა მაკრონს ემანუელა დაარქვა, სრულიად სამართლიანათაც და ამ ადამიანებს თავისი ქვეყნებისთვის ვერ მოულიათ და საქართველოსთვის წალიათ და ჩვენთვის სალანძღავად იცლიან. და იგივე ევროპარლამენტზე მინდა ვთქვა, ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე. ევროპარლამენტსაც მიმართავ, ევროჩინოვნიკებსაც მიმართავ, იმიტომ რომ თქვენ დაგიპირისპირდათ ამერიკელი ხალხი. თქვენ ნუ გონიათ რომ მარტო ტრამპი დაგიპირისპირდათ. ტრამპის მთელი ამომრჩევლები ამერიკელი ხალხი დაგიპირისპირდათ, იმიტომ რომ თქვენ იქცევით უსინდისოდ. და ნახეთ რა ქნა ტრამპმა, გაწია ევროპა გვერდით, პირადად დაუწყო პუტინს დალაპარაკება, პუტინი, სი ძინპინი და ტრამპი გადაწყვეტენ მსოფლიოს ბედს. რაც შეეხება წივილ კივილს, რომ აი უკრაინა არ დაპატიჟეს მოლაპარაკებაზე, უკრაინა არ დაპატიჟეს, უკრაინის პრეზიდენტმა თვითონ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც ყველა უკრაინელ ჩინოსანს აუკრძალა ყველანაირი მოლაპარაკება რუსეთთან და რუსეთთან არსებულ შუამავლებს. ანუ ყველაფერი თვითონვე აკრძალა და ეხლა იძახის უკრაინას რატო არ ეძახით მოლაპარაკებაზეო? შენ თვითონ არ აკრძალე? და მე მესმის რომ მაგალითად რონალდ რეიგანი მსახიობი იყო და შემდეგ გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ რეიგანი იყო წარმატებული მსახიობი. და ნახეთ ტრამპი რას ამბობს. ეს მასხარა, ეს კლოუნი, წარუმატებელი კლოუნი იყო და პრეზიდენტად ხო საერთოდ რა გითხრათ, აი გეუბნებით მე თქვენ, თუ არ მეწოდებოდეს, საერთოდ მეჯავრება ეს ზელენსკი, მაგრამ თუ არ მეწოდებოდეს, გეუბნებით, იმიტომ რომ სისხლში აი იდაყვებამდე სისხლშია ხელი გარეული ზელენსკის. და აი აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზელენსკის რა ბედიელის და გადაწყვიტა უკვე ტრამპა არჩევნები გაიმართოსო. და არჩევნები თუ გაიმართება, ხო იცით, ძვირფასო მაყურებლებო, თქვენც იცით, შემზე კარგად იცით, რომ ზელენსკი ვერ ეღირსება პრეზიდენტობას, ვეღარ ეღირსება
და გადაეცემა ის სამართალში მისცემენ მას.